მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრებო, მართლაც დიდი გადაცემა გვაქვს ჩვენ, რადგან გვეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან მოხარული ვართ, რომ მოვბრძანდით თქვენიც პოსტივის ქართული ოცნების მხარდამჭერები უყურებენ ძირითადად და მათაც გამდულად ძალიან აინტერესებთ თქვენი მოსვლა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ტელემოყრებელს მოგესალმებით. ჩვენ გვაქვს 1 საათი, რეკლამა არ გვექნება, ამიტომ პირდაპირ საქმეზე რომ გადავიდეთ თქვენის ნებართვით. უპრეცედენტო ინვესტიცია არის ეს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია. მაგრამ მინდა რომ თქვენ ბევრი განმარტება გააკეთეთ, ფილმიც გააკეთეთ, მოკლე ფილმისაც ყველაფერი კარგად ახსენეთ, მე დამატებით ახსნას არ გთხოვთ, მაგრამ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ბანაკი უტევს ამ ინვესტიციას. ერთი ვითომ ლიბერალები და მეორე რადიკალური ვითომ კონსერვატორები. მაგალითად ლელო და მაგალითად აი ალტინფო. რა ერთიანებს მათ? ეს რატომ გაერთიანდნენ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული დიქოტომიურად განსხვავებული ძალები კონკრეტულად აი ამ პროექტის წინააღმდეგ? ნუ რეალურად საბოლოო ჯამში მე ვთქვი თორსები გუშინდელ ეთერში, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს, იქაც არის ხოლმე ყველაფერი ერთი ხელიდან მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი გზავნილით საუბრობს, ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, რეალურად აქაც ჩანს, რომ საბოლოო ჯამში არის ერთგვარი კოორდინაცია. და ნუ განმარტეთ დაახლოებით რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის გავიხსენე კონკრეტული ელჩისაუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა იყო კარგი პრორუსი და ვიღაცა არ იყო კარგი პრორუსი, მერე როგორც ჩანს ვიღაცა ასევე გახდა კარგი პრორუსი და ნუ ესე დაალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. რა თქმა უნდა პოლიტიკაში გასაგებია, რომ არის ხელისუფლება, არის ოპოზიცია და ზოგადად ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, იქ მე მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო. და აქ რა ხდება, რატო არის ეს საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი? იმიტომ რომ საქმე ეხება უპრეცედენტო ინვესტიციას. ეს არ არის ერთი მორიგი რაღაცა ინვესტიციო პროექტი, სადაც მაგალითად ერთი სასტუმრო აშენდება და ნუ კარგია, მაგრამ ნუ ერთი სასტუმროა და შეიძლება რაღაც გამოხიდე შენი კრიტიკული მოსაზრებებით რაღაცასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილი შეტანა. ეს ციფრებში გამოხატეთ, ხო, რაზეც არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით 11 მილიარდი ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი. ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება 100 მილიარდ ლარზე ცოტა მეტი. თლიანში და პროდუქტი. თლიანში და პროდუქტი. 100 მილიარდ ლარზე ცოტა მეტი და წარმოიდგინეთ, ანუ ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის რამხელა დანამატია 11 მილიარდი ლარი მარტო ერთი პროექტიდან. საუბარია მხოლოდ ერთ პროექტზე და საუბარია მხოლოდ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე. ამას მოყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება 20 მილიარდ ლარს გადაცდეს. დიდი ალბათობით ან შეიძლება გადაცდეს 20 მილიარდ ლარს. ამიტომ ეს არ არის რაღაც მორიგი საინვესტიციო პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ზერელი დამოკიდებულება გქონდეს, ხო? ანუ ამ მასშტაბის ინექციაზე არის საუბარი ჩვენს ეკონომიკაში. ბიუჯეტს რაც შეეხება, ახაც განმარტეთ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად მარტო ამ ერთი პროექტის ხარჯზე მინიმუმ დაემატება 700 მილიონი ლარი, ხო? საშუალო წლიური 700 მილიონი ლარი, აქედან 500 მილიონი დაემატება გადასახადების სახით და მინიმუმ 200 მილიონი ლარი საშუალო წლიურად დაემატება დივიდენდის სახით, რომელიც 33%-ის ოდენობით წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. სამუშაო ადგილები, ხო, 24,000 არამუდმივი სამუშაო ადგილი უშუალოდ მშენებლობის პერიოდში, პროექტის განვითარების პერიოდში და შემდეგ რჩება 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ხო? ანუ აქაც ხედავთ რამხელა წვლილი შეაქვს ჩვენს ეკონომიკაში, დასაქმებაში, ბიუჯეტში ამ პროექტს. ამიტომ ეს არ არის ერთი მორიგი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება იკადრო და უშუალოდ სპეკულირება, ხო? ზოგადად არ უნდა იკადრო, მაგრამ არის რაღაც თემები, სადაც საერთოდ წარმოუდგენელია ასე სპეკულირება. თუმცა ნუ აქაც ხედავთ, რომ არ თაგილობენ
ასეთ ქმედებას და სრულ აბსურდზე საუბრობენ. აბსოლუტური, ნახეთ, არის უნაკლო პროექტი. შეიძლება რაღაც პროექტი იყოს კარგი, მაგრამ ხონდეს გარკვეული ნაკლები, მაგალითად, რაღაცა ჭარბი განაშენიანება შეიძლება იყოს დაკავშირებული პროექტთან და შემდეგ. აქ უნაკლო არის თავისი თითოეული შემადგენლით ეს პროექტი. რაც შეეხება ამ მიც არაბიზაციის თაობაზე, საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს. ხო მარტივად ციფრებში განვარდეთ. ამ წლების განმავლობაში საშუალოდ 15,000 ბინა იყიდებოდა წლის განმავლობაში უცხოელებს. ანუ ქართველები იყიდულობდნენ დაახლოებით ორსები 75,000 ბინას წლის განმავლობაში და უცხოელები 15,000 ბინას. და ამას არ გამოუწვევია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები, ხო? იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ბინები იყიდება უცხოელების მიერ საინვესტიციო მიზნებისათვის და შესაბამისად ეს არ იწვევს ასე ვთქვათ, რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს. აქაც ჩვენი ვარაუდია, კონკრეტულად თავისი ვარაუდი გამოთქვა, უშუალოდ ამ იგელ ჰილსის ხელმძღვანელმა, რომ ის ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებს. როცა ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა რაღაცა თავისი სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა ეკონომიკური ეფექტი. კერძოდ იგულისხმება რა, როცა 60% უცხოელები ყიდულობენ, ბინებს ეს ნიშნავს იმას, რომ გარედან ქვეყანაში შემოდის დამატებითი რესურსი, დამატებითი ფული და შესაბამისად დამატებითი წვლილი ეკონომიკაში და ამ კუთხით მან ასე ვთქვათ პოზიტიურად წარმოაჩინა თავისი განმოსახედიდან ეს პროექტი. თუმცა ჩვენი მოლოდინი არის განსხვავებული. იმიტომ აქ საუბარია რაზე? თლიანობაში უნდა გაიყიდოს დაახლოებით 16,000 ბინა, საიდანაც დაახლოებით 7,000 ბინა უნდა გაიყიდოს თბილისში და მეტი უნდა გაიყიდოს გონიოში. ნუ 7,000 ბინაზე როცა არის საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ 75,000 ბინას ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად. ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად. ამის 10%-ია წარმოიდგინეთ, ანუ როგორი თანაფარდობაა. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდია, რომ ქართველები ბევრად მეც იყიდიან. შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა, მაგრამ მოლოდინი ჩვენი ეს არის, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყიდიან მეც, ბევრად მეც 50%-ზე, ეს არის ჩვენი მოლოდინი, საბოლოო ჯამში ნახავთ რა როგორ დაალაგდება. აქედან გამომდინარე, ასეც და ისეც ეს ეგრეთ წოდებული არაბიზაციის მითი და არაბული ქალაქის თან, როცა საუბარია 60%-ზე, რაზეც ბატონმა ალაბარმა გაამახვილა ყურადღება, აქ იგულისხმება საერთაშორისო მყიდველები და არა მაინც და მაინც ერთი კონკრეტული ქვეყნიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მყიდველები. რაც ეფუძნება ეს, რომ ამ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა როგორია მაგალითად ბელგრადში. მოხდა თუ არა არაბიზაცია. სრული აბსურდია. ანუ კონკრეტული გამოცდილება საჩვენებს იმას, რომ აბსურდია საუბარი არაბიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც ჯიუტად სენსიტიურ თემებზე ცდილობენ რაღაცნაირად დაწოლოს. საშენება არის თორმე კონტრაქტში გათვალისწინებული და ნუ აი უკვე აღარ იციან, თან ჩვენ ნახეთ კონტრაქტი არის, ამით სპეკულირებდნენ, რატო არის კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ, ხო, კომერციული საიდუმლოება. ეს არის მიღებული პრაქტიკა ჩვენი კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით არის გათვალისწინებული ასეთი რამ, რომ კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი, რაც მოხდა, გაუხსენეთ, ხო, ხაზარაძემ დაიწყო კამპანია და მის კომპანიას ჰქონდა ასევე მოთხოვნა თავის როზე, რომ საიდუმლოდ იქნება, ისიც აპირებდა, რა ქვია, ან არაბების, ან რუსების, ან ჩინელების, ან ბრიტანელების შესახლებას ანაკლიაში. ხო, რატო დამალა? რატო იყო გაუმჯრვალე ეს კონტრაქტი? ხო, სისულელია. კომერციულია თავის შინაარსს. მაგალითი მოვიყვანე, ხო? 33% არის ჩვენი წილი. შეიძლება უნდოდეს ამ კომპანიას, ჩვენ თანხმობა განგვიცხადა, რომ ეს 33% გაგვესაჯაროებინა, მათი თანხმობით საუბრობთ ამაზე, თორე წესით ამაზეც არ უნდა საუბრობდეთ და გეტყვით რატო. ჩვენთან რჩება 33%. შეიძლება ხვალ მოუნდეს სხვა ქვეყანაში შესვლა ამ კომპანიას და იქ შეიძლება უნდოდეს რომ დაუტოვოს არა 33% სახელმწიფოს, არამედ დაუტოვოს მხოლოდ 20%. ან საერთოდ არაფერი არ დაუტოვოს. იმდენად ჩვენ შემთხვევაში მაგალითად იმდენად მესმის მაგალითად რომ არ გამოდგეთ მათთვის რომ არ უთხრა რომ საქართველოში იქ თუ დაუტოვოს 33% გასაგები ერთგვაროვნად იმოქმედე შეიძლება უთხრას ხება. ეს არის თავი მიზეზი რომ შენ არ შეიძლება
წინასწარ შეუქმნა რაღაცა უპირატესობა პარტნიორს სხვა ქვეყანაში. ღიად მისცე ისეთი რაც პრაქტიკა არ არის. აი აქ წარმოიდგინეთ 3-4 თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რაც თლიანად კომერციულ. ერთი ასე პირობა შეგვიძლია მივცეთ საზოგადოებას, რომ როდესაც მეჩეთებზე იყო საუბარი და 1000 სულელესე ხო, რომ თითქოს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და საკულტო ნაგებობების და ამ შემდეგ მშენებლობას არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში. ხო, რითაც შეიძლება ვიღაცა მისპეკულიროს, რომ აი მაგალითად იქ ხელშეკრულებაში წერია, სიგიჟეს ვამბობ, მეორე სიგიჟეს, ერთ სიგიჟე ხო თქვა ხაზარაძის თანამშრომელმა კუბრაცემ. მეორე სიგიჟე თქვა, რომ მაგალითად ხელშეკრულებაში წერია, რომ არ შეიძლება ქართველებზე გაიყიდოს 40%-ზე მეტი, ხო? ეთნიკურად ქართველებზე თუ პასპორტით ქართველებზე. სიგიჟეს ვამბობ, ხო? აი მსგავსი არაფერი, ანუ არავითარი არაკომერციული პუნქტი არ არის შეტანილი ამ ხელშეკრულებაში, ამ სფერობას ვაძლევთ. შეიძლება არაკონსტიტუციური იქნებოდა. რა თქმა უნდა, ნუ სპეციალურად სიგიჟეს ვამბობ, ხო რა საითქენას თვითონ მიყავთ საუბარი, იმას ვამბობ, რომ ასეთი რაღაცეები, სისულელეები, სიგიჟეები, არაკომერციული პუნქტები საერთოდ არ არის შეტანილი ამ ხელშეკრულებაში. გასაგებია. ნუ სენსიტიური თემა მათი აზრით, თუნდაც შაბნელი ძალები ერთად როგორ ერთიანდებიან, ეგ მართლა გამოსაკვლევი საკითხი არის რა. ვინ არის მათი პატრონი რეალურად? კი ბატონო. გამოსაკვლევი არის. აი ამ ოპოზიციაზე და მათ აქტივისტებზე მინდა გკითხოთ, აი რო უყურებ აი თვითგვემას, სასოწარკვეთილ თვითგვემას და იჭერს მათ პოლიცია, როცა კანონს არ ღვევენ. ხანდახან მიჩნდება ადამიანურად სიბრალურის განსტევით. თანამოქალაქეა, ზოგს იცნობ და ასე შემდეგ. და ვიცი რომ უჭირს, მენტალურად პრობლემა აქვს. მაგრამ შემდეგ ისეთ რაღაცას გააკეთებენ, შეურაცხყოფენ გარდაცვლილის სახელს, ჩაგიფურთხებენ საჭმელში, ძიმე ავატყობს დასცინიან, რომ ეს სიბრალური სამწუხაროდ მიქრება. აი ადამიანად გინდა უგულშემატკივრო და მე უფრო ბრაზდები რომ ამაძე რომ ვინ არიან ესენი აი ეს ხალხი და რა შეიძლება მათ უშველოთ იმიტომ რომ რაღაცა გონიერების ფარგლებს გასდა ეს უკვე ამათი ქმედება. ეს არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. ხო არის კონკრეტული იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ბრძოლებს ღირებულებებს და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც აქვს ამ იდეოლოგიას, არის ის, რომ უნდა ასე ვთქვათ, გადააჯიშოს ადამიანები და ყველანაირი ფასეულობა უნდა დაუკარგოს. ეს ხო არ არის ახალი, ასეთი იდეოლოგია წარსულშიც არსებობდა, ფაშიზმი ჩვენ ისტორიაში რაც ყველაზე მტკივნეულად გვახსოვს, ერთ საუკუნის წინ ბოლშევიზმი. მაშინ ხო გახსოვთ, რომ ეთნიკურად ქართველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც საკუთარი ხელით ხრეტდნენ ადამიანებს, პატრიოტებს და რომლებიც კამპანიას აწარმოებდნენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ანუ არ არის ახალი ხილი. ნებისმიერ რადიკალურ მანგიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს. და ამ შემთხვევაში იგივე ხდება. და ზუსტად რეალურად ეს ძირითადი ხაზები არაფრით არ განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან. აქაც იგივე ხდება, რომ შენ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, პატივს არ უნდა სცემდე შენს ეკლესიას და სიძულვილი უნდა თესო. ხო, ბოლშევისაც ხო ეს ახასიათებდა, რომ ყველგან სიძულვილი. ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის რაც იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, ხო? აქაც ის კი არ არის, რომ შემთხვევით რაღაცა ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს. ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება. და ამ დავალებას ზოგი ასრულებს შეგნებულად, ზოგი ასრულებს უნებლიეთ, ხო? ეს არის მოცემულობა, მაგრამ აი ეს არის ამ იდეოლოგიის თავარი არსი, სიძულვილის თესვა. ავტორიტეტებს უნდა დაუპირისპირდნენ, საზოგადოებას არ უნდა ყავდეს ავტორიტეტი, რატომ? იმიტომ რომ გარედან უნდა იყოს იოლად სამართავი. და ამის გამოძახილია თითოეულის ქმედება, რასაც ეს ადამიანები ახორციელებენ. შესაბამისად, ერთი მხრივ ეს ადამიანები არიან, რა თქმა უნდა, სიბრალულის ობიექტიც, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ამბავში არიან შესული. მაგრამ მეორე მხრივ არ შეიძლება ამ ყველაფრის მიმართ იყო, ასე ვთქვათ, შვიდად განწყობილი. ისინი უპირისპირდებიან ძალიან მძიმე ფორმით ჩვენს ძირეულ ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებს, კიდევ ერთხელ სამშობლო, ეკლესია,
სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, ხო, როგორ შეიძლება ამის მიმართ იყო ლოიალური. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ ადამიანების წინააღმდეგ, ხო, მათი ბრძოლის წინააღმდეგ. მათი ბრძოლა არის დაკავშირებული სამშობლოს ფენომენის მოსმობასთან, ეკლესიის რეპუტაციის შელახვასთან და თავი რაც არის ამ ხელწერისთვის დამახასიათებელი, რაც იგივე ბოლშევიზმისთვის, ფაშიზმისთვის იყო დამახასიათებელი, მათ უნდა თესონ სიძულვილი საზოგადოებაში. იგივე ხდება ზუსტად ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს გამოსვლას. აი 10 წუთიანი ვიდეოა, მას შემდეგ რაც მას ესროლეს სამონტყოფოშივე ჩაწერა 10 წუთიანი ვიდეო, რასაც ყვება, აი რა ხდება ქუჩებში, რა ხდება თეატრებში, რა ხდება კი ყველგან, რა ხდება პოლიტიკოსების მიმართ, რა ხდება ავტორიტეტების მიმართ, რასაც ყვება 10 წუთის განმავლობაში, ეს ეხება სლოვაკეთს, გეგონება რომ საუბრობს საქართველოს, რატომ? იმიტომ რომ ერთხელიდან იმართება სიძულვილის თესვა, ქვეყანასთან დაპირისპირება, ამასთან თავი ხაზი. ამასთან დაკავშირებით გასაგებია რომ ერთი ხელიდან იმართება და მაგრამ ამას ცდილობენ უკვე ძალიან დიდი ხანი, რამოდენიმე 4 წელი მაინც და წარმატება არ არის, იქით არის კრახი. და იქ მათი პატრონები ამას ვერ ხედავენ? ნუ რეალურად წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება. რა თქმა უნდა. ამ გაგებით, მაგრამ გარკვეულ წარმატებას ხო აღწევენ. ამის რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, ის რომ სიძულვილი ჭარბობს ამ საზოგადოებაში, ეს მათთვის უკვე შედეგია. ის რომ ნახეთ ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები, ხო 9.7% საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. მაგრამ თქვენ ერთ წამით წარმოიდგინეთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში არ ქონდა 5-დან არც ერთი რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში იყო სიმშვიდე, არავითარი არეულობის ცდელობა და ასე შემდეგ. ხო 9.7% იქნებოდა სავარაუდოდ არის 12.7. ანუ თავის მიზანს რაღაც დონეზე მაინც აღწევენ და ამითაც კმაყოფილი არიან, რომ აი რუსთავაზე რომ გამოდის 150 კაცი შეიძლება აი მაგალითად 0.1% აფერხებს ეს ეკონომიკურ ზრდას და უკვე შედეგია მათთვის. ბედნიერები არიან მათი პატრონები, იმიტომ რომ შეიძლება ვერ აბრუნებენ კოლექტურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ აი ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, იქ ცოტა სიძულვილი დათესეს, იქ ცოტა საზოგადოება აღელვეს. აი ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150 კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე, საუბრობენ ტელევიზიიდან და სიძულვილს ავრცელებენ. ნუ ეს არის სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, და შეგვეცოდოს ეს ადამიანები, იმიტომ რომ ძიმე პროცესში არიან შესული, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფერს. ხო, ეს უნდა შეუთავსოს. სწორედ ამას დილემა არის ერთგვარი, ხო? შეხედავ და იჭერს პოლიციელი ზუსტად, იმიტომ რომ დაარღვია კანონი, გეცოდება ზოგადად ჰუმანური მიდგომით, მოხუციც გეცოდება და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ უცებ ისეთ რაღაცას გაიგებ, ისეთ რაღაცას იტყვიან, რომ გული აგერევა უბრალოდ და საერთოდ ქართველებისთვის კი არა, ადამიანებისთვის რო არის დამახასიათებელი, ისეთ რაღაცას აკეთებენ. აი გიგლა ბერბეჭაშვილიც საცოდავი კაცი იყო. თორე იყო ერთი უბრალო კაცი, გააგიჟეს თან მთელი იქაც იგივე იყო ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს, ხო? დღევანდელი იდეოლოგია ეს არის, მაშინელიც ეს არის. გააგიჟეს, მთელი პროპაგანდა მიდიოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, თანაბრად იყვნენ ჩართული ამაში ბოლშევიკების და მენშევიკების. გააგიჟეს ეს საცოდავი კაცი, არც ინტელექტი ჰქონდა, არც არაფერი, დაიჯერა რომ თვითონ ჰქონდა უპირატესობა ილია ჭავჭავაძის მიმართ და ესროლა. ანუ ერთხელ საცოდავი კაცი იყო, მაგრამ ასე თუ შეხედავდი მაშინ წაახალისებდი იმას, რაც გააკეთა. რაც გააკეთა ფიცოს შემთხვევაში. კი, რაც ფიცოს შემთხვევაშიც მოხდა, ამიტომ არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთ პროცესების ამ ადამიანებს უნდა უთხრათ, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული. კი ბატონო. ეხლა ოპოზიციაზე ვისაუბროთ, თავი გაინადგურა ოპოზიცია. თანამედროვე დემოკრატიული წყობა ოპოზიციის გარეშე წარმოუდგენელია. ეს არ არის დემოკრატია. მაგრამ რა გინდა ქნა, როდესაც შეგნებულად გაინადგურეს თავი, თუნდაც მაშინ, როდესაც იმათი მოთხოვნით არ შევიდნენ პარლამენტში. სერიოზული ძალა იქნებოდა და არ შევიდნენ. მე მესმის, რომ თქვენ მართველი პარტიის ხელმძღვანელი ხართ და თქვენ არ უნდა იზრუნოთ ოპოზიციაზე. მაგრამ რახან ქვეყნის პრემიერიც ხართ. რა შეიძლება, როგორ უნდა გაჩნდეს, რა პირობები უნდა შეიქმნას, რომ შერაცხადი ოპოზიცია გაჩნდეს, რომ
პოლიტიკა დაბრუნდეს თავის ნორმალური სახით საქართველოში. ну ჩვენთან რო ყოფილიყო ასე ვთქვათ სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია. საქმე არის რაში, რომ ოპოზიცია საქართველოში ლაგდება ქვეყნის გარედან. ეს არის ხელოვნური პროცესი. ყველაფერი რომ მიანდო ჯანსაღში და კონკურენციას, ასე ვთქვათ ბაზრის პრინციპი მოქმედებს პოლიტიკაშიც, რომ თვითონ ხარისხის დახვეწას უზრუნველყოფს ის კონკურენცია, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში მოქმედებს. აქ ეს პრინციპი არ მუშაობს, რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ლაგდება ოპოზიციის მხარეს ქვეყნის გარედან. იქიდან ნიშნავენ პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს. შექმნეს ერთი პარტია, მეორე, მესამე. გეგმებს უწერენ მესიჯების დონეზე, განცხადებებს უდგენენ ტექსტებს და შემდეგ, ხო, ანუ ყველაფერი ხდება გარედან. და ასეთ პირობებში კონკურენცია ვერ ქმნის ჯანსაღ სპექტრს. მათ შორის პერსონალურ დონეზეც რო დავიდეთ, ხო? გარედან რო არ ინიშნებოდეს ოპოზიცია, მაგალითად ქვეყნის შიგნით ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან, არ ვიცი, ვინ გავეხსენო. ნებისმიერი ლიდერი ავიღოთ, ხო მათი. რო ავიღოთ მაგალითად რა ქვია, ხაზარაძე პირობითად. რო ავიღოთ მისი პარტიის წარმომადგენლები, ისინი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. ანუ იმ წარმატებასაც კი, რაც დღეს ხო, ანუ ცნობადი პოლიტიკოსები საერთოდ ვერ გახდებოდნენ. მესმის. გარედან დანიშნეს და ამიტომ მიიღეს ეს არაჯანსაღი სურათი. ან ბოკერია რო ავიღოთ, ხო, ქვეყნის გარედან რო არ ნიშნავდნენ ასეთ პოლიტიკოსს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ქართული მენტალიტეტისთვის ასეთი პოლიტიკოსი, სრულიად დეგრადირებული და ფასოლობებისგან დაცლილი პოლიტიკოსი არის მიუღებელი, მაგრამ გარედან დანიშნეს, რომ ამას უნდა კონდეს თავისი სიტყვა სათქმელი. ხო იგრძელება რიგი პარტიებისა, ხო ეზღუდება. რაც შეხა მომავალს. სწორედ ამიტომ უყურებ ჩვენ ოპტიმისტურად მომავალს, რომ ეს პროცესი გვაქვს დაწყებული. რაც დაკავშირებულია პოლიტიკური, კონკრეტული სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან, ჩვენ ჩაგვდოვეს ჩაგედელ წრეზე. 2012 წლიდან მოყოლებული. ხო, ყველა მიცოდა, რომ ნაცმოძრაობა იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, მაგრამ თქვენს რომ ესენი უნდა დარჩენენ ოპოზიციაში. თან მას ერთული ვითარება იყო, პირველი 4 წელი იყო კოალიცია და რადიკალური ნაბიჯები ვერ გადაიდგმებოდა, მათ შორის პარტიის აკრძალვის ნაწილში, მერე კიდე სხვა სირთულეები იყო. ამიტომ ჩვენ გარედან თავს მოგვახვიეს ეს ეგრეთ წოდებული კოაბიტაცია და ჩაგვდოვეს ამ ჩაგედელ წრეზე. სადაც დღემდე ვტრიალებთ. და ამის გამოა, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ვერ ჩდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. მაგრამ დაწყებული გვაქვს ახალი პროცესი, რაც დაკავშირებულია ამ არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების უცხოური აგენტურის აკრძალვასთან. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მაშინვე ეს კონკურენციის პროცესი, დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. და ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი. თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ამ ჩაგედელ წრეზე და მოგვიწევს ერთ წრეზე სიარული. კომპონენტი არის ამ გაჯანსაღების ავგიის თავლის გაწმენდის, მოდი ესე ვთქვათ, ეს არის რადიკალური ნაცმოძრაობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა. ეს არის, აი მაგალითად არის თუ არა პოლიტიკის კეთების გაჯანსაღებისკენ მიმართული კანონ პროექტი, რომელიც შესულია პარლამენტში, როცა ემიგრანტები უცხოეთში ცხოვრები ჩვენი მოქალაქეები უნდა ჩამოვიდნენ და საპარლამენტო არჩევნებში უნდა მისცენ ხმა. მე მხარი დაუჭერი ამ კანონს და საშინელი რისხვა დამატდა, ეს ძალიან კარგია. ვიცი, როცა ვარ განსაკუთრებით მართალი, როცა მათი რისხვა მატდება. და მე მართლაც მიმაჩნია ჩემი მოტივები მაქვს, რომ რატომ არის ეს კანონი სწორი. იქნებ თქვენ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რამ გამოიწვია ამ კანონის ინიცირება და როგორ იმოქმედებს პოლიტიკის გაჯანსაღებას. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს ერთი რამ, რომ დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა არ აქვს. ხო, ზუსტად დავთვალე წინა არჩევნების შემთხვევაში რას გამოიწვევდა დიასპორის არ მონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ.
მათი არ მონაწილეობის შემთხვევაში ერთი მანდატით შეიცვლებოდა. ანუ რაოდენობრივი ფაქტორი არ არის არავითარ არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება არის თავიდან ბოლომდე დაცლილი სუბიექტური ინტერესებისგან. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, იცით რომ განსხვავებული შედეგები დაფიქსირდა პროცენტულად საზღვარგარეთ ქვეყანაში არსებულ შედეგებთან შედარებით, მაგრამ იმის გამო რომ თლიან შედეგს ეს გავლენას არ ახდენს, ჩვენ დაცლილი ვართ სუბიექტური ინტერესებისგან. ობიექტური ინტერესი რაში მდგომარეობს, აქაც ჩვენ ყველგან ვცდილობთ რომ მაქსიმალურად განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და დავიცვათ გარე საფრთხეებისგან. და ორი არგუმენტი გვაქვს, როცა საქმე ეხება ამ რეგულაციასთან. ერთი არის ის, რომ არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია. თორემ ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანი დიასპორის წარმომადგენელი კონკრეტულ შემთხვევაში ექცევა რა თქმა უნდა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ ამა თუ იმ ფორმით. შეიძლება პირდაპირ ფორმითაც კი მოექცეს, მაგალითად შეიძლება ადამიანი იყოს დავშოთ დასაქმებული კონკრეტულ სფეროში ან შეიძლება რაღაც დოკუმენტებთან დაკავშირებით კონდეს თავისი საკითხები, შეიძლება მისი ბინადრობის ნებართვა ექვემდებარებოდეს გაგრძელებას და შემდეგ, ხო, ანუ უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ არის ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს დიასპორის წარმომადგენელი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ანუ ეს არის ერთი არგუმენტი. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მეორე არგუმენტი, რაც უკავშირდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს ცდომა ინფორმაციის თავარ წყაროზე. ინფორმაციის წყაროები რო დავყოთ, არსებითად შეგვიძლია ორ ნაწილად არის გაფილტრული და გაუფილტრავი. გაფილტრული წყაროებია, ჩვენ ახლა როცა ვხედავთ, როცა ტელევიზიას უყურებს ადამიანი, იღებს გაფილტრულ ინფორმაციას, ხო? ჩვენ გვაქვს სუბიექტური აზრი და ჩვენ მოსაზრებებს ვაწვდით, ბუნებრივია, საზოგადოება შესაბამისად, მე რასაც ვამბობ, თქვენ რასაც ამბობთ ტელევიზიით, ეს არის გაფილტრული ინფორმაცია. იგივე ხება ნებისმიერ სხვა ტელევიზიას, ხო? ან სოციმედიაშიც, როდესაც აკვირდები, ასე ვთქვათ, რეაქციებს, ადამიანების მოსაზრებებს და შემდეგ, იქაც გაფილტრული ფორმით იღებ ინფორმაციას. ან ეს არის მედია. იგივე როდესაც სახში რეგავ დავუშვათ საზღვარგარეთიდან და ნათესავი რაღაცას გეუბნება, ესეც გაფილტრული ინფორმაციაა, ხო? ანუ გარკვეული ინტერპრეტაციას დაქვემდებარებული ინფორმაცია მოდის მეორე ხელიდან, კი ბატონო. არსებობს ერთადერთი გაუფილტრავი წყარო ინფორმაციის, ეს არის ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობ. გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ. ანუ ერთმა ტელევიზიამ გითხრა ერთი რამ, მეორემ გითხრა მეორე რამ, მესამე, სოციმედიაში რაღაცა იგითხე. გადიხარ ქუჩაში და შენ თვითონ ხედავ რა ხდება ქვეყანაში. ან მოგწონს, ან არ მოგწონს და ამის საფუძველზე აკეთებ საბოლოოდ არჩევანს. ეს არის ინფორმაციის თავარი წყარო და ერთადერთი გაუფილტრავი წყარო. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ თუ არ აქვს ცდომა ადამიანს ინფორმაციის გაუფილტრავ წყაროზე, ეს მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და თან საუბარი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, ხო, როგორც არის საარჩევნო გადაწყვეტილება. მაგალითად, რო ავიღოთ იგივე რო გადავხედოთ შედეგებს, მარტო ნაცმოძრაობამ და ახალმა მიიღეს 53% საზღვარგარეთ. მობილიზებული იყო ეს ხალხი თუ არა მობილიზებული, ეს ალგე საკითხია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს რო გადაეწყვიტათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბედი. 53%-მა ხარი დაუჭირა მარტო ამ ორბარდიას. იმაზე აღარ ვამბობ ლელოზე და გახარიასზე. ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ეგ არ მოხდა? რა თქმა უნდა, კი. მაგალითები გვაქვს, რა თქმა უნდა. თან არაერთი ხო სხვადასხვა ქვეყანაში მქონდა სხვადასხვა პრეცედენტები. ნუ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ცხოვრობენ ადამიანები 54%-ს არ უნდა კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ახსოვს თავის თვალით აქ ნანახი და ახსოვს რა უბედურებასთანაც იყო დაკავშირებული მათი მმართველობა. დღესაც თავის თვალით უყურებს რა ხდება ქვეყანაში და რას აკეთებენ ეს ადამიანები. აქვს ცდომა გაუფილტრავ ინფორმაციაზე და ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებზეც ყველაზე მეტად აისახება, პირდაპირ აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, სხვა ქვეყნის გარეთ ცხოვრებმა, გარკვეულმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვეტოს საკუთარი ბედი. ხო, ეს არასწორია. ამიტომ ჩვენ რას ვამბობთ? საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას. არც ერთ ადამიანს არ ერთმევა, რა თქმა უნდა, საარჩევნო ხმის უფლება. უბრალოდ ვამბობთ ერთ-ერთ რამეს. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ,
ჩამოვიდეს ერთი დღით მაინც ქვეყანაში, თავის თვალით ნახოს რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება. სულ მცირე ერთი დღე მიიღოს გაუფილტრავი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება დიასპორის მიმართ დამოკიდებულებას, აქ ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. დაახლოებით 10-ჯერ და 20-ჯერ არის გაზრდილი რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც იმ პროგრამების მოცულობა, რომელიც დაკავშირებულია დიასპორასთან, ხო? საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლების ხარდაჭერა და ამ შემდეგ, ხო, ამრავი პროგრამა ხორციელდება სახელმწიფოს ხარდაჭერით. ეს არის რეალურად დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. და მთავარი ჩვენ რაც გვინდა, რაც საქმე ეხება დიასპორას, ეს არის ის, რომ ეს ადამიანები ჩვენი თანამემამულეები უნდა დაუბრუნდნენ საბოლოოდ სამშობლოს და ჩვენ როცა ვსაუბრობთ იგივე ამ ინვესტიციებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ხო? დღეს ჯერ კიდევ როდესაც 9.4%-ია სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ინტერესი ნაკლებია, რომ ადამიანი მაგალითად გერმანიიდან, ამერიკიდან, შვედეთიდან დაბრუნდეს საქართველოს. მაგრამ ტენდენციები ისეთია, ჩვენ სტატისტიკასაც ქონდა საუბარი, მთლიანში და პროდუქტით სყიდულობით ვინ არის კათოლიცნებით, როგორც იანგარიშება, შეგიძლია ნახო სადრა სოციალური მდგომარეობა, როგორც ცხოვრობენ ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგალითად, გერმანიასთან ჩვენი თანაფარდობა თუ იყო 1.4-ნახევარზე, ანუ 4-ნახევარჯერ უკეთესად ცხოვრობდნენ გერმანელები, ცხოვრების დონეზე მაქვს საუბარი 2012 წელს. დღეს უკვე 3-ჯერ უკეთესად ცხოვრობენ, ანუ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. საბერძნეთში მაგალითად, როცა ძალიან დიდი მიგრაცია იყო, 90-იან წლებში, საბერძნეთში ცხოვრობდნენ ჩვენზე 9-ჯერ უკეთესად. და დღეს ხოვობა არის დაახლოებით 40% თუ არ ვსწრებ. ანუ 9-ჯერ უკეთესად ცხოვრობდნენ და დღეს არის 40%-ამდე. ამაში დამნაშავებ ჩვენის და თუ იმათი კლებაც არის. ისინი ვარდებიან. მოდი პირდაპირ. ერთის და მეორეც იქ არის სტაგნაცია, ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე თუ როგორია ევროკავშირის მაჩვენებლები, საერთო მაჩვენებელი. ევროკავშირის მთლიანში და პროდუქტი ნომინალური იყო 19 ტრილიონზე ცოტა მეტი, დღესაც არის 19 ტრილიონზე ცოტა მეტი. ანუ გაჩერებული ერთ ადგილს. თან ეს არის ნომინალური, რაც ინფლაციასაც მოიცავს, ანუ რეალურად ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ სტაგნაციაა და რეალურად უკან მიდის ეკონომიკური პროცესები. ჩვენ გვაქვს რაფი ეკონომიკური ზრდა და ამის ხარჯზე ხდება დაახლოება. ჯერ კიდევ გვიკლია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ 3-ჯერ უკეთესად ცხოვრობენ ჯერ კიდევ გერმანიაში. საფრანგეთში დაახლოებით 2-ჯერ უკეთესად და შემდეგ, მაგრამ დაახლოების პროცესი გრძელდება და შესაბამისად რამდენიმე წელიწადში უკვე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და თუნდაც კონკრეტული დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლების ცხოვრების დონე ზოგადად. ამიტომ, რა თქმა უნდა, იზრდება ყოველწლიურად იმის შანსი, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ეკონომიკურ განვითარებაზე პირველ რიგში, იმისათვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე. სხვა ჩვენ პატარა შეკითხვა მინდა მოგცეთ. ევროპული და ამერიკული დასავლური მთლელების ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები პროგნოზირებენ ჩვენს დას, ძალიან კარგ ადგილებს გვაკუთვნებენ კორუფციის წინააღმდეგ დოლის რეიტინგში, გამჭვირვალეობის ბიზნესის კეთების რეიტინგში. მაგრამ იგივე ბანაკის პოლიტიკოსები ფეიკებით ცდილობენ ჩვენს ასე ვთქვათ განადგურებას და სულ პირიქით ამბობენ და რაღაც ეს ორი ხელი ერთად არ მუშაობს, ერთმანეთს არ ეკითხებიან, ხო? აი რატო ხდება ეს? არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი უბრალოდ სინამდვილეს, ხო? ანუ ხო აფასებ მაგალითად ეკონომიკაში რა ხდება. მაგალითად ჩვენ შეიძლება გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული რჩების მხრიდან, სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად არის, ვიდრე საქართველოში. ამ დროს მაგალითად ეკონომიკა რო ავიღოთ, ხო? 11 მილიარდით გავზარდეთ ჩვენ 4 წელიწადში მარტო სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. შესაბამისად ჩვენს ბიუჯეტებს შორის მინიმუმ 2.5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი სხვაობა. სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის, ანუ ისე მეტია სხვაობა, მაგრამ ზრდა გვაქვს 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი ყოველწლიურად, რაც ბიუჯეტში შედის ნამატი. თქვენ გახსოვთ, რომ ვიღაცები 100 მილიონი დოლარის საბიუჯეტო შენატანებს გვამადლიდნენ, არც იყო საბიუჯეტო შენატანები სინამდვილეში და მოლდოვასთან 2.5 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ ყოველწლიური სხვაობა საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში, ხო? აი მაგალითად ეს არის როცა ეკონომიკას აფასებ, ხონდა დაწერო, რომ აქ იყო
ამდენი ეკონომიკა, იქ იყო იმდენი, ის გაიზარდა ასე, ის გაიზარდა ესე. იქ ვერ გაექცევი. მათემატიკაა ეგ. ხო, მათემატიკა და ვერ გაექცევი იმაზე საუბარს, რომ საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნეს გარემო არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მოლდოვაში. მაგრამ როცა ხარ დავუშვათ პოლიტიკოსი ან ელჩი და არ მოგეთხოვება ფაქტებზე დაფუძნებით საუბარი, შეგვიძლია პირდაპირ გამოხვიდეთ თქვა, რომ ისა რა ქვია, მოლდოვაში არის უკეთესი მდგომარეობა, ხო, კორუფცია ყოფის ეკონომიკა გაჩერებულია, პოლიტიკური პარტიების აღძალვა გამოვიდა მთელი ევრაზიული კავშირის წევრია და მთელი ბიუროკრატია გამოვიდა და როგორ შეიძლება პარტიის აღძალვა ამ დროს ერთმანეთს მიყოლებით აღძალეს პარტიები უკრაინაში და მოლდოვაში და ტელევიზიები, ხო, ერთი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი მოლდოვაში. და იქ მედია პლურალიზმი ყვავის და საქართველოში მედია არის საშინაო მდგომარეობაში, ხო? არა, როგორც კი ფაქტებზე დაფუძნებით საუბრობ, იქ ხო ვერ გაექცევი ამას, რომ არის ერთი საზმაო, მეორე საზმაო, მეტი არაფერი, საქართველოში არის ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე კერძო ტელევიზია და ყველას აქვს თავისუფლად მაუწყებლობის საშუალება. როცა ფაქტებზე დაფუძნებით საუბრობ, იქ ვერ გაექცევი სინამდვილეს. მაგრამ თუ აკეთებ ზოგად განცხადებებს, იქ რა თქმა უნდა შეგვიძლია ნებისმიერი რამ თქვა და ენასვალი არ აქვს. აი ბატონები, ეხლა მომივიდა ეს შეკითხვა თავში. გასაგებია რომ არსებობს ფორმალური ურთიერთობები, მაგრამ აი ამ დასავლეთის ემისერს თუ ყველა ერთნაირი არ არის. ზოგი ალბათ მეტად ცხენია რასაც აკეთებს იმისა, ზოგი ძალიან უთიფარია. როცა აი ამ ფაქტებზე თუნდაც არაფორმალურ საუბარში მიუთითებ, რატო აკეთებთ ამას? რა მოლდოვაზე უარესი ქვეყანა ჩვენა ვართ? აი ასეთ საუბარში თუ შემოდიან და რა პასუხს გაძლევენ? აი აზრი არ აქვს, არაფერს ვერ ამბობენ. ბატონო? აი 1000 შეხვედრა ქონია. ხო, აი ჩანაწერი არ მიდის ადამიანურად დავილაპარაკოთ. რატო გიკეთებთ ამას? 1000 შეხვედრა ქონია. ხო. ამას რო ეუბნები, პასუხი არ არის. არა, აი თუმადარიან უბრალოდ. ხო, პასუხს ვერ გიბრუნებენ რეალურად. ანუ საბოლოო ჯამში მათი პასუხი არის ხოლმე ბუნდოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ატარებენ შესაბამის საუბარს. გადაგიგდებენ, ბანზე გიგდებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ აწყობთ. როგორც კი მათემატიკაში შედიხარ და ეუბნები რომ 2+2 არის 4. ხო, ხო, დაგიწყებს საუბარს რომ 4 კი არ არის. 5 მაგას ხო ვერ დაგიწყებს საუბარს, გადააქვს სხვა თემაზე. ასე ხდება ყველა შეხვედრაზე, იმიტომ რომ იმდენად წელს ვართ გამართული, ყველა თემასთან დაკავშირებით, ხო? თავისი სტატისტიკით, თავისი მათემატიკით, თავისი ფაქტებით, თავისი ყველაფრით, არგუმენტებით, რომ ვერაფერს ვერ ამბობენ და ხდება თემიდან თემაზე. რომ დაიჯინო, მაინც შეიძლება აი რომ ვთქვა რომ ეს კანონი, თქვენ ხო გაქვთ ეს კანონი, თქვენთვის რატო შეიძლება, ჩვენთვის რატო არ შეიძლება შეხვედრაზე დაგეთანხმოს კიდე სამის პრეცედენტებიც ქონია. შეხვედრაზე დაგეთანხმება, წავა იგივეს გააკეთებს, იმიტომ რომ დავალება იმას ვერ გაექცევი. ამიტომ ნახეთ რა ხდება, რაღაც მომენტამდე ასე იყო, რომ ან სიტყვას მანზე ვიგდებდნენ, ან გვეთანხმებოდნენ და მაინც იგივეს აკეთებდნენ, ახლა უკვე გაურბიან ნებისმიერ საუბარს. იმიტომ რომ უკვე ისეთი სხეულები გაჩნდა, აი როცა გვადარებენ ჩვენ უკრაინას და მოლდოვას. ხო. უკვე გაუსაძლის მასშტაბს აღწევს სხეულობა საქართველოს დაჯინებით და იქით უკრაინას და მოლდოვას შორის. უკვე შეუძლებელია საუბარი. გინდა ავიღოთ ეკონომიკა, გინდა ავიღოთ დემოკრატია, გინდა ავიღოთ ადამიანის უფლებები, გინდა ავიღოთ კორუფცია, უკვე გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან. 4 ოქტომბერს ხო ყველასათვის ცხადია, რომ განხორციელდა, ვერ განხორციელდა შტურმი სასახლეზე. და რა თქმა უნდა, ღობე მივიდა სასახლის პატიოსთან წესიერ მოქალაქეებთან, დემოკრატიის მცველებთან და ღობე დაესხა თავს. ნახოთ ესე გამოყავთ. მაგრამ ამაზეც ხო ეკითხებით, რომ ერთი სიტყვა დაასველეთ და თქვით, რომ ესე არ შეიძლება, რომ შეიჭრა პრეზიდენტ სასახლეში. ამაზეც გიგდებენ. აი, როგორ უნდა შემოვიდნენ დისკუსიაში, ან შეხვედრაზე როგორ უნდა მოვიდნენ, მაგითო გაურბიან. ნახეთ, აი მაგალითად ავიღოთ, თუნდაც ეს შემთხვევა, ან ავიღოთ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და თქვა, რომ ეს ხელისუფლება აცდა მართველი გუნდი აცდა ევროპულ გურს და დამობილიზდით, პირდაპირ მობილიზაციისკენ მოუწოდა ამორჩეულს, გამოდით რომ ეს შეცვალოთ. ანუ პირდაპირ გამოვიდა თქვა არჩევნების წინ უშუალოდ, რომ მართლ პარტიას არ მიცეთ ხმა და მის წინააღმდეგ გამოდით და მიეცით ხმა, ანუ ოპოზიციის ხარდაჭერისკენ მოუწოდა ხალხს. ხო დაუждები და ეთქვი, რომ აი არჩევნების წინ ასეთი რაღაც გააკეთე. მოუწოდე ხალხს კონკრეტული პოლიტიკური ძალების ხარდაჭერისკენ და კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ.
რას გეტყვის? საქართველოს გერმანიაში. ან 4 ოქტომბერი ალტერნატივას რო დაუჭიროს ხარი მიტინგზე. ხო, ნუ რას უზავ? იქ ხო დისკუსია შესაძლოა შეუძლებელია, ხო? და ჩვენ რა ზანგის ხო არა ვართ, მეორე ხარისხოვანი ხალხი ხო არა ვართ. მასია. დაბალიღობე. და პასუხს არ გცემენ, ხო? არა, ვერ გაგცემენ ამაზე პასუხს. ან სიტყვა ბანზე უნდა გიგდონ, რაც ხდებოდა ხოლმე. ბატონო. ან უნდა დაგეთახმოთ ძალიან საინტერესო საკითხი მივადგეთ. მაგრამ რაღაცა ურთიერთობები ხო უნდა ქვეყანას და ქვეყანას შორის. რაღაცა საქმე აქვთ, რაღაცა სავაჭრო თემა, უსაფრთხოების თემებია. ამიტომ ისინი ხო განწირულნი არიან, რომ გელაპარაკონ როგორც ქვეყნის პრემიერს. რომელიც საკითხებს აღწყვეტს. აქ არის ერთი პრობლემა. ამშინ რა? მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობა. ეხლა მაგალითად ევროპის ეკონომიკაზე ვისაუბრეთ, ხო? ბევრჯერ მithქვამს, რომ სოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი იყო 30%, შემცირებულია 17.5%-მდე და წლიდან წლამდე შემცირდება არსებული ტენდენციების მიხედვით, ხო? ანუ უზარმაზარი ვარდა 30-დან 17.5%-მდე. ამასობაში მაგალითისათვის ამერიკის ეკონომიკა ჩამორჩებოდა ევროკავშირის ეკონომიკას რამდენიმე ტრილიონით 2008 წელს და ორჯერ გაასრო დაახლოებით თითქმის ორჯერ გაასრო ევროკავშირის ეკონომიკას, ხო? ჩინეთის ეკონომიკა იყო თორსები 4 ტრილიონი 2008 წელს და ეხა ევროკავშირის დონეზეა, ხო? ანუ ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. ამ ვითარებაში და დაემატა ამას რა უკვე 2022 წლიდან, რომ ჩაიჭრა წვდომა იაპონურ რესურსებთან და ძალიან კარგ ბაზართან, ანუ ევროკავშირისთვის ერთ-ერთი კარგი ბაზარი იყო რუსული ბაზარი, დაახლოებით 3 ტრილიონის ბაზარი იყო და შესაბამისად იყო ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი აქედან ევროპული კომპანიებისთვის, ხო? ერთის და მეორეც დაკარგეს და აღმოსავლეთისკენ ასე ვთქვათ მარშრუტი დაკარგეს ეკონომიკური სავაჭრო გზა დაკარგეს. ასე დროს აღმოსავლეთისკენ უნდა სცადო გაჭრა ახალი მარშრუტები, ხო? და რა პრობლემები და ერთადერთი ეფექტური საშუალება ამ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ხო? აქეთ რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის ომები და შემდეგ ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირის გზა არის საქართველო. და ამ დროს შენ თუ ოდნავ დამოუკიდებელი მაინც ხარ და შეგიძლია იზრუნო შენს ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა პირველი უნდა ეცადო საქართველოსთან ურთიერთობების ძალაგებას. რატო არ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ არ არიან საერთოდ დამოუკიდებლები. იმართება ხოლმე ევროპული რაღაც შეკრებები, სხვადასხვა ტიპის შეკრებები. ეკონომიკაზე საუბარი პრაქტიკულად აკრძალულია. არა, ხო? აკრძალულია. თავი თემა ხო ეს უნდა იყოს. ნახეთ, ევროკავშირი სტაგნაციაშია. ევროკავშირის ქვეყნებს წარმოადგენს არიან შესაბამისი ქვეყნების ლიდერები და იცი რომ 30%-დან ჩამოხვედით 17.5%-მდე. კატასტროფული მდგომარეობა გაქვს. ხო, პირველი რაზეც უნდა დაიწყოს საუბარი არის რა უშუალოდ ეკონომიკას. საერთოდ აკრძალულია ამაზე საუბარი. შემოაქვს ძვირი გაზი სხვაგან ოკეანის გაღმიდან რუსეთ-უკრაინის ომი LGBT ამაშია ჩაგედელი ყველაფერი. ორი თემა. ადამიანის ეგრეთებული უფლებები. LGBT და რუსეთ-უკრაინის ომი ამის იქით არ საუბრობენ პრაქტიკულად არაფერს. ეს რუსეთ-უკრაინის ომის ჩემი აზრით, აი შეკითხვა არის ესეთი. ნუ უკრაინა ძალიან ცუდ დღეშია პრაქტიკულად თითქმის მოილაპარაკეს ალბათ. შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ამერიკამ და რუსეთმა და ალბათ ჩინეთმა თითქმის მოილაპარაკეს და რა მიახსია ბჭყალებში ზელენსკიმ ეს არის სუვერენიტეტის შესუსტება, ეს არის რუსებისთვის პრაქტიკულად დამტკიცება იმისა, რაც ომით მოიპოვეს ოკუპირებული ტერიტორიების და ძალიან ცუდია 2022 წელს სტამბოლში რომ დაედოთ ზავი გაცილებით მეც მიიღებდნენ და ამდენი 100,000 ადამიანი არ მოკვდებოდა, ქვეყანა არ განადგურდებოდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რაც არ უნდა ძლიერი მოკავშირე ყავდეს, ის ხელისუფლება და ის ქვეყანა განწირულია, რომელიც მხოლოდ საკუთარ ავტონომიურ სუვერენულ ინტერესებს არიცავს. და ნებისმიერი კავშირი, გინ ნატო დაარქვით, გინ რა ვიცი, 10-ჯერ უფრო ნატო, თუ ამ კავშირში მხოლოდ შენი სუვერენული ინტერესით არ შედიხარ, იქ შენ არაფერი არ გესაქმება. რა თქმა უნდა, და ამის მტკიცებულება ის რაც მოხდა უკრაინაში. დიახ. ბევრად მოხდა რა, მაიდანი გავიხსენოთ, ხო? ქვეყნის გარედან მოეწყო რევოლუცია, ეგრეთ წოდებული მაიდანი და ვინც ეს რევოლუცია მოაწყო, იმან პასუხისმგებლობა აღარ აიღო იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო მოგვიანებით უკრაინაში და რა მოხდა? მაიდანი დასულდა, იქიდან ერთ კვირაში თვარსები დაიწყო პირველი ომი დონბასში. ბატონო, დონბასში პირველი ომი, უკრაინის პირველი ომი. და შემდეგ ამას მოყვა უკვე 2022 წლის მეორე ომი. რაც იყო ამ ჯაჭვის გაგრძელება, ხო? პასუხისმგებლობა რატო არ აიღეს? ხელისუფლება რო შეცვალეს, ხომ დაიღოთ პასუხისმგებლობა ამაზე.
არავინ არ აიღო პასუხისმგებლობა. ამიტომ რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანას ერთადერთი ვინც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს სოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს დაიცავს, შენს მშვიდობას დაიცავს, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება ამ ომს, ხო, ძალიან მძიმედ ვითარდება პროცესები, თავისთავად უკრაინა არის ამ ვითარების ძალიან მძიმე მსხვერპლი და უკრაინელი ხალხი, რაც ძალიან სამწუხაროა, სულ ამაზეს ქვეყანა, არაჩვეულებრივი ხალხი და ნუ ქვეყანა მიწასთან გაასწორეს, ხო, და კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობას ამაზე არავინ არ იღებს. ვინც მაიდანი მოაწყო, არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე, ხო? ნუ რუსეთსაც დაუმძიმა ამ მდგომარეობა, იმიტომ რომ ეკონომიკურად შეეძლო სხვანაირად წაიყვანა პროცესები და დღეს გაჩერებულია ერთ ადგილზე. პროცესი ეკონომიკა, თუმცა არც რუსეთი და არც უკრაინა არ არის თავარი მსხვერპლი ამ ომის. თავარი მსხვერპლი არის ევროპა. და არა მარტო ამ ომის, 2008 წლიდან დაიწყო პროცესები. მანამდე ევროპაში იყო უწყვეტი მშვიდობა. თავარი რითაც მიაღწია ევროპამ კეთილდღეობის ამ მასშტაბს იყო ის, რომ მას ჰქონდა უწყვეტი მშვიდობა. 1945 წლიდან ევროპის კონტინენტზე იყო უწყვეტი მშვიდობა. ბალკანებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ლოკალური იყო. ხო, ნუ ეს ლოკალური საკითხი იყო. ჰქონდათ უწყვეტი მშვიდობა და ამით შექმნეს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი. ამის შემდეგ იწყება აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული პროცესების საფუძველზე ომები. პირველი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მეორე იყო რუსეთ-უკრაინის ომი და მესამე იყო რუსეთ-უკრაინის მეორე ომი. მიმდინარე. და მან დაარღვია მშვიდობა მთლიანად კონტინენტზე და ამაში ჩართეს მთლიანად ევროკავშირი თავისი წევრი ქვეყნებით, ამა თუ იმ ფორმით. და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ხო? თავარი რა არის, რომ უკრაინის ეკონომიკა იყო ომის დაწყებამდეც 200 მილიარდამდე, რუსეთის ეკონომიკა იყო 3 ტრილიონამდე. ამიტომ ეს იმდენად დიდი სამიზნე არ იყო ძალებისთვის, რაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. თავარი სამიზნე იყო ევროკავშირი და მე მინდა შეგახსენოთ 2008 წლამდე ევროკავშირს ჰქონდა ორი მთავარი სიძლიერე. ერთი ეს იყო კეთილდღეობის მაღალი ხარისხი, პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში ევროკავშირი. ცხოვრების დონით, თლიანი შიდა პროდუქტით პირველ ადგილზე იყო, უსწრებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, პირველად უსწრებდა ჩინეთს, სხვა ქვეყნებზე აღარ არის საუბარი და მეორე ჰქონდა ყველაზე ძლიერი იდენტობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორი მთავარი ევროპული იდენტობა, ევროპული იდენტობა თავისი კულტურით და თავისი ეროვნული, რელიგიური ყველანაირი იდენტობით, ხო? და რა ხდება დღეს? შერყეული კეთილდღეობა და შერყეული იდენტობა. აი ამას მიაღწია საბოლოო ჯამში იმ პროცესებით კონკრეტულმა ძალებმა, არაფორმალურმა მმართველებმა, რომლებიც დაგეგმეს. კი, deep states უფრო სხვები ეძახიან. და მე არ მოწონს ეს. ტრამპი ეძახის. კი, დიახ, ამერიკაში უწოდებენ ტრამპის ადმინისტრაცია, მე თვითონ არ მომწონს ეს ტერმინი, რატომ? იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ აისბერგის თავი. მწერვალი, ხო. სინამდვილეში თავარი არის ის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. deep states ეძახიან ბიუროკრატიას, რომელიც არის ჩაბუდებული. არა და სულ სხვა არის. სინამდვილეში თავარი არის ის, ვინც მართავს, ხო? აქ არის საუბარი ოლიგარქიულ არაფორმალურ გავლენებზე. რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანეს კონკრეტულად ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები. აი, კიდევ საინტერესო შეკითხვა. ჩვენ deep state მართლაც სიტყვის მასალა, რომელიც არ გამოხატავს. ადვილი გამოსათქმელია უფრო ვიდრე. სულად არ გამოხატავს იმ მოვლენისას ოლიგარქიული არაფორმალური გავლენები, რომელსაც აურაცხელი ფული უდგას და ფულს გავლენა მოაქვს. საქართველოს რომ დაუბრუნდეთ ამ კუთხით, ხო? აი IPP-ის წერილი გავრცელდა ერთ-ერთი საინტერესო პარტიათა გაერთიანება, საიდუმლო წერილი გავრცელდა, მოვიპოვეთ და იქ წერია, რომ თურმე საქართველოს ხელს უწყობს რუსეთს სანქციების გვერდის ალვაში, არა და სპეციალურად ამისთვის შექმნილი საერთაშორისო უწყებები მადლობას გვიხდიან, რომ კარგად ვიცავთ ამ სანქციებს. ნუ ფეიკი და კიდევ ერთხელ ფეიკი. და ეს რა თქმა უნდა, სწორედ იმ ოლიგარქიული თუ სხვა ბნელი ძალების ერთ-ერთი მიასახარისხოვანი შეტევა იყო ეს. როგორ ვუძლებთ ამას? იმიტომ რომ ადრე ამის გაძლება ჩვენ არ შეგვეძლო. რამ შეგვიწყო ხელი? გასაგებია რომ სხვა გზა არ აქვს. იქით ხრამია. მაგრამ ადრე როცა ჩვენ იგივე კოჰაბიტაციის დროს რაღაცნაირად თანამშრომლობდით, სხვა გზაც როგორც ჩანს, ეხეთ განსტაბა, გზა არ ქონდა. დასუსტდნენ ისინი
ჩვენ მოვიპოვეთ რაღაცა ხრიკი, რატო ხდება ესე რომ აი ესე პირდაპირ გახსოვთ თქვენ, კარგად გახსოვთ რაღაცა რეზოლუციას რომ მიიღებდნენ, ერთი ამბავი წყდებოდა და თავზე ნაცარს ვიყრიდით და ეხლა საერთოდ არ გვაინტერესებს რას ამბობენ. აი როგორ ისტორიულად მოკლედ დროში როგორ მოხდა ეს? ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს ხო მთავარი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა. მანამდე საზოგადოება იყო მოკლებული ძალიან დიდ ინფორმაციას. და ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით და რა თქმა უნდა ამ წლების განმავლობაში ვფრთხილობდით უბრალოდ დავინახეთ რომ შეუძლებელი იყო უკვე რაღაცაზე არ საუბარი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იმართება თანამედროვე სამყარო და რა მაგერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო ეს ხო მთავარი თქვენს გაიხსენეთ და ყველას გვახსოვს არა თუ რეზოლუციაზეა საუბარი ერთი ევროპარლამენტარი რაღაც რო იყო და ერთი სენატორი რამეს რო იყო და აქ ამბავი იყო ეს და საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას და გემთელი ერთიანი დღის ესრგი შეიძლება განესაზღვრა ერთი პროვინციული არის ეს მოდი პირდაპირ ხო თუმცა ნუ პატარა ქვეყანა ვარ და ნუ რაღაც კუთხით გასაგებია მაგრამ რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების შემზადება და საზოგადოების ინფორმირება და ჩვენ ეს შევძელით რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია სრული შეიძლება ესეც არ იყო და ბევრ რამეზე დღესაც ბევრ საუბრობთ იმიტომ რომ საფრთხილე გმართებს მაგრამ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია მასთან დაკავშირებით თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული და იმედია აქ რადიკალურად შეიძლება ვითარება მაგრამ საზოგადოების ინფორმირება იყო მთავარი ინსტრუმენტი შეკითხვა საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროპოცენტრისტი, დასავლოფილი, ასე ვთქვათ, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენი განვითარების ვექტორი მხოლოდ დასავლეთი უნდა იყოს და სხვა ვექტორი არა. თუ იქ ახარ, მაშინ აქეთ უნდა მტერი იყოს შენი. და თქვენს მთავრობას აქვს მულტიპოლარულ სამყაროში დივერსიფიცირებული ეს ყოველივე გეოგრაფია რო ავიღოთ, სოფლიოს 4 მხარეს მუშაობთ და რაღაც კავშირები გვაქვს. იმ ხალხს რა შეიძლება უთხრათ, რომელსაც ძალიან მცდარად გონიათ, რომ ევროპა და დასავლეთი არის ერთადერთი სწორი გზა და სხვა გზა ამას გამორიცხავს. ნუ პირველ რიგში ყველაფრის პრაგმატულად გაანალიზება არის მნიშვნელოვანი. თავის დროზე ისტორიულად რატომაც იყურებოდა ჩვენი ქვეყანა დასავლეთისკენ ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი, მთავარი მიზეზი ის იყო ქრისტიანობა. ქრისტიანობის გამო ვიყურებოდით ევროპისკენ. კი თავის დროზე, როდესაც გაკეთდა არჩევანი კონკრეტული მიმართულებით, ესეც ქრისტიანობას უკავშირდებოდა, ხო? მაგრამ თავარი რა არის, რომ ევროპისკენ ვიყურებოდით, იმიტომ რომ იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. დღეს მთავარი პრობლემა რა შემდგომარეობს, რომ სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას. ეს არის მთავარი პრობლემა. რატომაც ღირებულებით დონეზე სამწუხაროდ დააკრინა ევროპის მნიშვნელობა. და ნუ ზოგადად გლობალურად ისე ვითარდება პროცესები, რომ დივერსიფიკაციას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი ამასთან ერთად ჩვენ ვაცხადებთ ძალიან მკაფიოდ, რომ მხოლოდ ღირსებით. და ამ ღირსების ნაწილია ეს იდენტობა, ხო? ღირსებით, რომელიც არ არის რაღაც ემოციური რამ. არა, ეს აბსოლუტურად პრაგმატულია. ძალიან პრაგმატულია. კი ბატონო. არ მინდა აღიქვას ვიღაცა რომ ჩვენ რაღაც ემოციურ ტალღაზე სადღეგრძელოს ვამბობთ. ძალიან პრაგმატული კომპონენტი იმაშია. ეს რომ განმარტოთ კარგად ამ ღირსების პრაგმატულობა. კი, ნახეთ რაზეა საუბარი. ხო არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები. ხო ერთი უკავშირდება იდენტობას და ჩვენთვის ეს არის ეროვნული იდენტობა, ეს არის ქრისტიანული იდენტობა და ფასი ევროპისკენ სწრაფას აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში. თუ ჩვენ დაგვხვდება და კარგს გაგვიღებს ქრისტიანული ევროპა და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა ეს ერთი. ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე პრაგმატულად მნიშვნელოვანია რომ როდესაც საქართველოს იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის იქ დაგვხვდეს ევროპა კეთილდღეობის შესაბამისი ხარისხით.
და აქ ძალიან მძიმე ტენდენციებია, როგორც უკვე თქვი. ამიტომ ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ, ხო? ანუ თავარია რომ ჩვენ ღირსებას არ გადავუხვიოთ. არის თავარი ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ხო? და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ რას ვამბობთ, რომ არსებობს კურსი, მაგრამ მხოლოდ ღირსებით შეიძლება გაყვე ამ კურსს. და დივერსიფიკაციას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. და თქვენ იცით, რომ მაგალითად ჩვენ აქტიურად ვცდილობთ წარმატებითაც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ძალიან კარგი ვიზიტი ქონდა ჩინეთში ცოტა ხნის წინ, სადაც პრემიერ-მინისტრს შეხვდით, საინტერესო შეხვედრები ქონდა და ვიმსჯელეთ ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე, სადაც ძალიან დიდი პერსპექტივებია, ხო? აქ მნიშვნელოვანი რა არის? ღირებულებით ნაწილში. ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო თანამედროვე სამყაროში, რაც ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა, ხო? ცდილობენ გაშავებას ყველანაირი ეპითეტებით ამგობენ ჩინეთს, ცდილობენ რაღაც შავ სახელმწიფოს წარმოაჩენონ, მაგრამ ფაქტი ხო ფაქტია, აი ახაც იგივე ფაქტებზე რო ვისაუბროთ, ხო, ფაქტებზე დაფუძნებულ დასკვნებზე 1979 წლის მერე თუ არ ვცდები, შეიძლება ერთ წელი შემეშალოს, ჩინეთი არ ყოფილა ჩართული არც ერთ ომში. ამ ხოლმე სუპერსახელმწიფო. ხო, რა თქმა უნდა. ბოლო იყო ვიეტნამთან წააგეს. ვიეტნამი იყო 1979 წელს, იმის მერე ამ ხელა რესურსების კონე სუპერსახელმწიფო. დადი ქვეყანა თან. არც ერთ ომში არ ყოფილა ჩართული, ერთადერთი სუპერსახელმწიფოა, რომელიც არ ყოფილა არც ერთ ომში ჩართული, თითქმის ნახევარი საუკუნეა, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რატომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობას, იმიტომ რომ ღირებულებები აქვს. და ამ ღირებულებებით ეპყრობა ის სხვა სახელმწიფოებს, დიდს თუ პატარას და ერთ-ერთი რაც ახასიათებს ჩინეთს და ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი განსაზღვრელი ღერძი, არის ის, რომ ისინი ეს პოლიტიკის ნაწილია, ფორმალური ნაწილიც კი არის მათი პოლიტიკის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის სიდიდეს, მოსახლეობას, ტერიტორიას, თანაბარი მიდგომა, თანაბარი მოპყრობა თითოეული ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ღირსება. ეს თქვა ბატონმა სი. აი ზუსტად ღირსებაზე როცა საუბარია, ესეც ხო ღირსების მაჩვენებელია. რო შენ ღირსებას გამოხატავ და სხვის ღირსებას პატივსცემ. როგორი ამ დროს დამოკიდებულება იგივე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან? არ გელაპარაკები? უღირსი. ჩემი პირობებით მარტო თუ რამე გინდა და მე ვარ მართალი. ხო, და პირობებიც თავისთავად უღირსია როგორ ბედავს კანონის განხილვასაც კი, ანუ სუვერენულ ქვეყანას ეუნებიან, რომ რაღაც თუნდაც ცუდი კანონი, როგორ შეიძლება ეს განიხილოთ? განხილვაც კი არ არის სწორი. ანუ ზუსტად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დაცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა. მხოლოდ ღირსებით დასახად. სხვანაირად ბუნებრივია ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. და ბოლო შეკითხვა, ჩვენ აი ბევრი ვლაპარაკეთ ღირებულებებზე და ჩვენს მაყურებელს არ უნდა ბევრი ახსნა რა არის ეს ღირებულებები. ჩვენ ახლა განათლების რეფორმას ვატარებთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების პენეტრაცია, ინტეგრაცია ახალგაზრდა თაობაში. მე მესმის კონკრეტიკაზე ვერ ვლაპარაკებ. ზოგადად რო გითხრათ, აი ამ ყველაზე მთავარ ჩემი აზრით მიმართულებით განათლების კუთხით რას ვაპირებთ? რა თქმა უნდა, ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება, ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, ეს ეხება სკოლებსაც, ხო პირველ რიგში სკოლის ასაკში იღალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ აქ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და ჩვენ ცოტა ხანში გეგმავთ შესაბამისი რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციასაც, მანამდე წარვადგინეთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია, ახლა საუბარი უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, სადაც ბევრი რამ არის გადასახადი, ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა, სახელმწიფოებრივი და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი და აქ ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები. ხო რომ ჩვენ ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ შედეგად და ღირებულებები გაუზიაროთ ცოდნასთან ერთად ბავშვებს და სკოლის მოსწავლეებს. და იგივე ხება რა თქმა უნდა უმაღლეს განათლებასაც, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ღირებულებებს ეფუძნებოდეს ის ცოდნა, რომელსაც უზიარებთ ჩვენ ახალგაზრდებს და ზოგადად განათლების ხარისხის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი. ხო, ჩვენ როცა საუბრობთ მაგალითად იგივე პოლიტიკურ სპექტრში არსებულ
მდგომარეობაზე, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით გასულ დისკუსიებზე, ხო, როგორც არის იგივე თუნდაც ეგრეთ წოდებული არაბიზაცია, ხო? ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რა არის, რომ ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები. და შეიძლება მოგინდეს სპეკულირება და კაი გადაწყდეს სპეკულირება, მაგრამ იქაც ხო შეიძლება ლოგიკურად ააგო, ხო? ლოგიკას ვერ აწყობენ. ლოგიკა არის მეცნიერება, თავისი წესები აქვს, ერთი არგუმენტი მეორეს უნდა მიყვებოდეს და შემდეგ თუნდაც სპეკულირების და დემაგოგიის პირობებში საკუთარ თავს უნდა პატივი და რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი უნდა აწყოს. საერთოდ არ აინტერესებთ. ლოგიკა არ აინტერესებთ. ლოგიკა კი არა, მათემატიკა, არითმეტიკა არ აინტერესებთ. ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობენ და აი ნუ არ ვიცი, ხო როუსმე ხოლმე იგივე მაგალითად ამ იგილხელსის პროექტთან დაკავშირებით ვიდეოებს ავრცელებენ სოციალ-მედიაში და ამ შემდეგ. საკუთარ თავს ეძინავდნენ. მარტო ის კი არ არის, რომ თავისი აზრი აქვს და ეს აზრი სწორია თუ არასწორია. საერთოდ ლოგიკას არ ეფუძნება ხოლმე მათი განცხადებები, ხო? ლოგიკას არის ასწენილი. ამიტომ ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ჩვენ განათლების რეფორმას. სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის. იმიტომ რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება იგივე გარეჩარევებს, პროვოკაციებს და შემდეგ. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება აკრიფა. ამ წლების განმავლობაში ხო 15 წელი ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ხო რეალურად იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ და სიბრძნე ცოდნა და გამოცდილება დააგროვა ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ აქ არის საჭირო დამატებით კონკრეტული ცვლილებების განხორციელება განათლების სისტემაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი, იმიტომ რომ განათლებული საზოგადოება არის ყველაზე მეტად დაცული ნებისმიერი რისკებისგან. ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმას. უღრესი მადლობა ბატონო, მე მგონი მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა ბატონი ირაკლი კობახიძე, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შეხვდებით, კარგად გრძანდებოდეთ, მადლობა რომ გიყურეთ.